მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია, რომლის საახალწლო ეთერის თემა გახლავთ სამედიცინო ოჯახები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალი წელი, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ოჯახურ სითბოსთან, ზეიმთან ასოცირდება, ბუნებრივია, გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ვისაუბროთ ისეთ ოჯახებზე, სადაც ოჯახის ყველა წევრი თუ არა, უმრავლესობა ექიმები და ერთმანეთის კოლეგები არიან. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს მოვიწვიეთ სტუმრად შესანიშნავი ოჯახი, ჩვენი მეგობრები, ბატონი დავით გოჩიტაშვილი, კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი და მისი შესანიშნავი მეუღლე ქალბატონი დეა კვეზერელი კოპაძე, რომელიც კრიტიკული მედიცინის სპეციალისტია და ასევე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუმრები ხართ, გილოცავთ ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ და ჯანმრთელობას. გილოცავთ ჩვენც. და ჩვენს ტელემოყოლებს. დიდი მადლობა. იმედია, რომ 7 და ნამდვილად წარმატებული წელი გვექნება. დავით, თქვენთან დავიწყებ საუბარს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს მაინც ის, რომ ოჯახში ცოლ-ქმარი არის ერთი პროფესიის და რამდენად არის ეს ხელშემწყობი თქვენთვის ურთიერთობაში, თქვენს პირად ურთიერთობაში, ან პირიქით რამდენად შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგჯერ ურთიერთგაგებას. ასე შეიძლება ესე ვთქვათ, ცოტა შორიდან დავიწყებ ისტორიას მოყვები. სიამოვნებით. მე დეა გავიცან ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მე თვითონ მუშაობდი და დეა იყო ჩემი სტუდენტი. ასაკში დიდი განსხვავება არა, უბრალოდ მე ახალგაზრდა ასაკში დავიწყე ძალიან სტუდენტებთან მუშაობა. ხოდა ანუ მე რამოდენიმე წელი რა თქმა უნდა მეგობრობდით და მე შევუვდით და გვეყოლა 3 შვილი, 3 ბიჭი. ღმერთმა გაგიმრავლოთ. რა თქმა უნდა, თავიდან მე როდესაც მაშინ ძალიან აქტიურად მორიგეობდი. დიახ. და ამ დროს დეასაც უწევდა ხშირი მორიგეობაც, მუშაობაც. რა თქმა უნდა, ეს ცოტა რთული ამ დროს. რომ ექიმებმა როცა შვილები ყავთ, პატარები დაამთხიონ ერთმანეთს გრაფიკი მორიგეობის, რომ ორივე ერთად არ ვიყოთ მორიგე თუნდაც. გიწევდათ მორიგეობის შეთანხმება გვიწევდა, რა თქმა უნდა. მით უმეტეს ერთ კლინიკაში არ მუშაობდით მაშინ და გვიწევდა მორიგეობების შეთანხმება. ეს რა თქმა უნდა შეიძლება თქვა სირთულეა, მაგრამ მეორე მხრივ ეს ოჯახებს ძალიან აერთიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან აერთიანებს. იმიტომ რომ სულ ვიძახით ასე ჩვენ როგორც შეიძლება ცოლ-ქმარმა ვიჩხუბოთ როგორც ადამიანებმა, მაგრამ დავჭეთ კოლეგები და მეგობრები. მესმის. ეხლა ეს რა თქმა უნდა ძალიან იმას. მე ცხოვრების სტილი ეხლა რომელი კაცისთვის, თან ქართველი კაცისთვის ძალიან ადვილი იქნება გასაგები, რომ ცოლი ყოველ მეორე და მესამე დღეს შედგნა სახში არ არის და უწევს სადღაც მორიგეობა. ეს რა თქმა უნდა ექიმისთვის ჩემთვის გასაგებია და უფრო ადვილია. და კიდე ბევრი სხვა რამე, თუნდაც ეხლა ჩვენ უფროსი ბიჭიც სამედიცინოზე სწავლობს, შუათანაც სწავლობდა რაღაც მომენტამდე და მე შეიცვალა აზრი და რაღაც გვეცოდინებოდა სახში რაღაცა უკვე პატარა კონსილიუმებსაც კი ვაწყობდით, რომ ლაპარაკობდით და მარტო პატარა შვილი იყურებოდა გაგურებული, მარტო მე არ ვარ ექიმიო და ის ვერ ერთებოდა მარტო ჩვენ საუბრებში. დამღლელი არ არის ის, რომ სამსახურშიც მედიცინა და სახშიც მოდიხარ და დაუშვით თუ ეს პირიქით საშუალება ამისი, რომ რაც იქ ვერ ამოწურია რა კითხვებიც დარჩა, გაუზიარო ყველაზე ახლობელ ადამიანს. ნუ დამღლელი ძნელია, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ექიმი, პოლიციელი, მეხანძრე, ჯარისკაცი, ეს არის პროფესიები, რომელიც ადამიანს ცვლის. ის ხასიათშიც გადადის და ის რაღაც ცხოვრების სტილსაც ყველაფერს ცვლის ეს და როდესაც შენი მეუღლე, შენი ამხრივ, შენი პროფესიის არის, ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია. ანუ იმ როლიდან, სამედიცინო როლიდან პრინციპში არასდროს არ გამოვიდა. სტილობთ არ მოვიდა სამსახურის სახში, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ გარჩევა გვიწევს, აი, დღის განმავლობაში მომხდარი რაღაც საინტერესო პაციენტის გარჩევა ზოგჯერ გვაქვს სახში. გეხმარებათ ეს დეა, თქვენ კითხავთ ბარემ, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ თქვენ დაგჭირდეთ მისი როგორც კარდიოლოგის აზრი და პირიქით დათოს დაჭირდეს თქვენი როგორც გადაუდებელი მედიცინის. ყოველდღიურ საქმიანობაშიც თამამად ვარ, თამაშობდი, კითხო რჩევა რაღაც დანიშნულებასთან დაკავშირებით, რაღაც სიმპტომებთან დაკავშირებით. საინტერესოა, მაგრამ ცოტა დამღლელია.
სულ მედიცინა და სახში, ამიტომ ვცდილობთ, რომ სახში მე ვცდილობ ყველა ვარიანტში, რომ არ შევიტანო უკვე სამსახური სახში არ მივიტანო და შემოვიფარგლოთ კლინიკის, ხო, კლინიკით შემოვიფარგლოთ. მესმის. რა მინდა იცით, ეხლა რომ გავიხსენოთ, თქვენ ახსენეთ დავით უკვე როგორ შეხვდით და როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი, მაგრამ აი დაახლოებით რომ მივყვეთ მაინც ქრონოლოგიას, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები? Იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდები შეუღლდით და ამ პერიოდში ჩვენ ექიმებს გვაქვს ესეთი პროფესია, რომ დამთავრებულიც რო გქონდეს მოგეხსენებათ უწყვეტი პროფესიული განათლება, რეზიდენტურები, სტაჟირებები და ასე შემდეგ. აი რომელი ეტაპები შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებიდან გამოყოთ პროფესიული კარიერული განვითარების, რომელიც აი ყველაზე ტკბილმწარედ მოდი ესე ვთქვათ გახსენდებათ. მოდი ასე ვიტყვი, რომ მე მუშაობდი მე თვითონ დავიწყე მუშაობა ძალიან ადრე 18 წლის ასაკში უკვე დავიწყე კარდიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა და მორიგეობა. რა თქმა უნდა, ხო ოფიციალურად ექიმად არ ვიყავი, სწავლის პარალელურად. მაგრამ სწავლის პარალელურად თითქმის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მორიგეობდი და უკვე 22-23 წლის ასაკიდან, როდესაც დავამთავრეთ ინსტიტუტი, უკვე დავიწყე ექიმად მუშაობა ორ კლინიკაში. თან კარდიოლოგიის ინსტიტუტში და ალადაშვილის სახელობის იქაც ერთგან კარდიორეანიმაციაში და მეორეგანაც კარდიოინტენსიურში და 8 მორიგეობა ერთგან მქონდა 8 მეორეგან და ეს იყო თანი 90-იან წლებში ეს რაღაც კატასტროფა. ასეთი ძიმე, ალბათ 15 წელი ასე შემთხვევაში იყო რაღაც უმძიმესი, მაგრამ რა თქმა უნდა ახალგაზრდა ვიყავი და ალბათ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ. კი, ეს გვაძლებინა. ეს გვაძლებინა, ხო. ნამდვილად უამრავი. თუ ამაზე მე იქნება შეკითხვები, აუცილებლად შეგვიძლია ეს გავიხსენოთ, ჩემი თაობის, ჩვენი თაობის ეგრეთ ვიტყვი, ჩვენი თაობის ექიმება, ჩვენ ხრებზე გადაიარა უმძიმესმა წლებმა, როცა არ იყო არც დენი, არც მომარაგება მედიკამენტების გათბობა და ექიმები ჩვენი წამლებით, ჩვენი შემართებით გადავიტანეთ ხო ყველას ჩვენი თაობის ხო ჩვენი თაობის ექიმები ეს იციან ჩვენ მხრებზე რამხელა სიმძიმე გადაიარა და მე როდესაც შევუღდით მაშინ მე ასე აქტიურად მუშაობდი ჯერ კიდე დაემთხვა მაშინ რომ იყო სალიცეზიო გამოცდები თუ გახსოვთ 2001 წელს და პლუს რომ აქტიურად მიწევდა ეს მუშაობა პლუს და ჩვენ ახალ შეუღლებული ხავით ახლა წარმოგიდგენი რომ ჩვენ ამეცადინაზე გადაშვილი მქონდა ტესტები და მქონდა არაფერი არ მქონდა აი შეუძლებელი იყო ის და აი უყურეთ როგორ ის იყო რომ აი მაშინ შემდეგი 2-3 წელს ინერცია და მე როგორ მივხვდი რომ უკვე შეუძლებელი იყო თუნდაც ოჯახს ვერ შევინარჩუნებდი და რაღაც მომენტში დავთმე რაღაც ეს მორიგეობები და უფრო ამბულატორიულ და სხვა იმას ხო სამეცნიერო იმას მივყევი უფრო რა და სამეცნიერო პედაგოგიური და პრაქტიკული პრაქტიკული ხო უფრო ამბულატორიული ხო ან თუმცა რა ხა სამენეჯერო პოზიციაც აქვს იმიტომ რომ ხელმძღვანელო განყოფილებას და მაინც გიწევს უფრო დღის ხო მაგრამ უფრო ნაკლები მორიგეობები და ამით და ალბათ პირდაპირ გეტყვით რომ აი სამუშაოს დაწყებიდან სადღაც ვიყავი 34-35 წელს ვიცა პირველად გავედი შვებულებაში ეს კიდე ჯერეთ კიდე რა ჯერა იმიტომ რომ მეც პირველად გავედი მაგასაც შვებულებაში და სადღაც 2 კვირიან შვებულებაში და გამიკვირდა ეს რა კაი რაღაც ყოფილა მეთქე რა 2 კვირა დავისვენე ხო მეორეს დავამატებ უკვე დიამ დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა როდესაც გაიხსნა პირველი ემერჯენსი განყოფილება როდესაც ემორის უნივერსიტეტის რეზიდენტურა ჩატარდა მაშინ ყიფშეთის სახელობის ხო ამას დია გააგრძელებს უკვე ხო და ეს იყო რთული პერიოდი ხო ეს იყო რთული პერიოდი როცა უკვე მე მიწევდა როცა დია იყო სრულიად დაკავებული და მე ვიყავი ბავშვები დია თქვენ როგორ გაიხსენეთ აი ამ დია ამას გაიხსენებს ალბათ ხო მეც ესეან პირველი კურსიდან მუშაობ არაოფიციალურად მუშაობ ჯერ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში დავიწყე მე უკვე მესამე კურსიდან ჯოინის კლინიკაში მივედი და ჯოინის კლინიკაში პოსტოპერაციულ რეანიმაციაში მუშაობდი ექთნად. ნუ ეს ახლა რამხელა შუქი იყო მაშინ ჯოინის კლინიკა. ხო, ეს იყო მაშინ იყო რაღაცა სხვა სამყარო იმ პერიოდში სხვა კლინიკებთან შედარებით, სადაც აპარატურა იყო, მედიკამენტები იყო, ისეთი პულსოქსიმეტრზე ხალხი მოდიოდა, სხვანაირი ამერიკული მიდგომა იყო უკვე აქ. იქ მუშაობდი რეალურად სანამ გავთხოვდებოდი იმ პერიოდამდე. დიახ. და ერთი რამოდენიმე წელი დამჭირდა ამ კლინიკებს მოშორება, მაშინ ინსტიტუტს ვამთავრებდი. ლუკა გამეყოლა იმ პერიოდში.
და რაღაც პერიოდი პატარა პაუზა გავაკეთე. მაგრამ პარალელურად რეზიდენტურაში ვიყავი უკვე ქირურგიის. და როცა გაიხსნა რესპუბლიკური საავადმყოფო, იქ ვახტანგ კალოიანი მაგის მადლობელი ვარ, იმან ამიყვანა უმცროს ექიმად. ჩაითვალა საჭიროდ, რომ ჩატარებულიყო აქ რეზიდენტურა და კენვოკერის ხელშეწყობით ემორის უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ ჩამოსულები და გავიარეთ 8 თვიანი რეზიდენტურა გადაუდებელ მედიცინაში, ემერჯენსში. მიგვენიჭა როგორც ამ პირველი ამ დროს უკვე ქირურგიაში უკვე ლიცენზირებული ვიყავი, კი, მაგრამ ქირურგია დამენანა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მინდოდა კარდიოქირურგია. აქედან დაწყებული, აქედან იყო ეს ქირურგია, უბრალოდ რომ დავამთავრე ინსტიტუტი და შეხება რომ მქონდა ემერჯენსთან, რაღაც უფრო იმან მიმიზიდა ემერჯენსის მხარეს უკვე გადავიდე და ამიტომ გადაწყდა რეზიდენტურა და მე უკვე რეზიდენტი ხო ადრენალინ გიზიდო. ალბათ. მე უკვე ხო განსხვავებული იყო ხო ეს რეზიდენტურა ემორის? კი, ჩვენ რეზიდენტურისგან რა მოგცათ ამან? ბევრი რამე. ანუ ამ ემერჯენსი ისეთ სპეციალობაა, რომ იქ რაღაც ვიწროდ ვერ შეხედავ პაციენტს. პაციენტი რო შემოდის, ყველაფერი უნდა იფიქრო, ყველაფერი ივარაუდო და რაღაც კონკრეტულ აზრამდე მიხვიდე საბოლოოდ. ალბათ ეს რომ პაციენტის მიმართ მიდგომა შემიცვალა, ანუ ის ნუ თქვა დათვთან რომ შემოდის პაციენტი, იცის რომ კარდიოლოგიური პრობლემაა და ამ კუთხით იკვლევს. ჩვენ რეალურად ჩვენთან რომ შემოდის პაციენტი არ ვიცით რა ჭირს. შეიძლება ერთი ჩივილი იყოს, მაგრამ საბოლოოდ აბსოლუტურად სხვა დიაგნოზი დაისვა საბოლოოდ. პოლიორგანული იყოს. ან საერთოდ არაფერი. ნამდვილად. აი ამის დიფერენციაცია ვისწავლე და აი ანუ ეს ალგორითმული აზროვნება და სწრაფი სხვა მიდგომა, ანუ აქ ემერჯენსში საჭირო სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარის ქონა. სწრაფად და მიხვდე რა ჭირს პაციენტს, რა ჭირდება პაციენტს, რა მკურნალობა ჩაუტარო და რეალურად მართლა ადრენალინია. მესმის და ასე შემორჩით მოკლედ ამ ესე შემორჩი ემერჯენს. ახლა მე ეს რეზიდენტურის პერიოდი, რომელიც ემორის ასე ვთქვათ ეგიდით გაიარეთ, დატვირთული იყო და საკმაოდ, იმიტომ რომ მაგ პერიოდში კი ბავშვები როგორ მაშინ ამში ბავშვები დათოსე იყო ძირითადად. პერიოდში მე ვიყავი უკვე. მე შეუწყო. ბებია ბაბუების როლი იყო აქ უფრო წინ წამოწეული, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად სამსახურში ვიყავ. თუ არ ვიყავი მორიგე, ვიყავი ამ რეზიდენტურის ლექციები გვიტარდებოდა ყოველდღიურად კიდილიდან სადღაც 6 საათამდე λექციები გვიტარდებოდა. ბავშვები არ განიცდიდნენ ამას და ძალიან პატარები იყვნენ მაგ დროს. კი, ბავშვები ორი ყავდა მაშინ და არა განიცდიდნენ, ვენატრებოდი. ძნელია. ეხლა შემომაძახებენ რომ აი მეც გონია რომ იტირია იმის გამო რომ ბავშვები მთელი დღე მყავდა დაუშვათ მიტოვებული და მხოლოდ საღამოს ვახერხებდი ნახვას. მაგრამ ალბათ ეს ეტაპი გასავლელი, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის და ის სტერეოტიპიც დასამსხვრევია, რომ ან კარიერა უნდა გაიკეთო, ან ოჯახი. მე ვფიქრობ, რომ სადაც მონდომებაა, სიყვარულია, ურთიერთგაგებაა, ორივეს მოხერხება შეიძლება და ბოლო-ბოლო რაღაც 3-5 წელია ძალიან მძიმე, თორემ მე ბავშვები წიზდებიან და რაღაცა გვეხმარება ის ბაღია, სკოლაა თუ სხვა. როგორ გაიხსენებ იმ პერიოდს ძვირფასო დავით, როდესაც იტოვებდი ბავშვებს? ხო, ვიტყოდი რაღაც მომენტამდე ძალიან სასიამოვნო იყო ის, იმიტომ რომ მაშინ მე ვისვენებდი შედარებით, ერთი კლინიკიდან მეორეში გადავდიოდი და ამ დროს რაღაცა დრო მქონდა შედარებით უფრო მეტი და ბავშვებთან ძალიან დავუწყარი რამოდენიმე წელი გავატარე, სხვა შორის წელიწადნახევარი თუ რაღაცა. და მამისთვის ეს საჭირო. ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო, სხვა შორის ვერაფერს ცუც ვერ ვიტყვი ამ დროზე და მაშინ დიას ძალიან შეუწყე ხელი, მაშინ დიამ დაიწყო აქტიური მუშაობა ემერჯენსში და ამით შეუწყე ხელი, ისე რომ ამ ხრივად შეიძლება ერთმანეთს შეუწყოს. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ოჯახისთვისაც, იმიტომ რომ გამოვიდა, რომ მარტო დედა არ ზდედა შვილებს როგორც ხდება ხოლმე რომ მამაც ჩაერთო. გამოდიო რომ გამოდის რომ მაგრამ მე საგულშობილი და საღამომდე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც უფრო მეტი დრო მქონდა რა.
მოკლედ ეს ყველაზე რთული პერიოდი მეტნაკლებად გადააგორეთ და ეხლა რა ხდება რამხელა პირველი უფროსი შვილი, მეორე, მესამე რა საქმე არიან და სექსუსტად ვერ ვიტყვი. უფროსი 22 წლის არის და არის ჩვენი კოლეგა. კი, მომავალი ჩვენი კოლეგა, რომელიც სწავლობს სტუდიაში და შემოგვიერთდება ეხლა. დიახ, შუათანა 22 არის და უმცროსი არის 12 წლის. ოი, 22. ჯერ სკოლის მოსწავლეა. 21. და რამდენად აქვს სურვილი პატარასაც რომ პატარას არა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ დაბალანსებული პატარას რომ გამოვიდეს პრეზიდენტი. საკურს თამაშობს აქტიურად. ოი რა სამბო. კარგით, მაშინ მოვიწვიოთ ლუკაც სტუდიაში და მასთან ერთად გამაგრძოთ საუბარი. და აი შემოგვიერთდა ჩვენი მომავალი კოლეგა, ჩვენი იმედი, მომავალი თაობა ჩვენი იმედია, ჩვენი ლუკა, რომელიც ძალიან მიხარია, რომ რა თქმა უნდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან ესეთი გამოკვეთილი უკვე მიზნები აქვთ ხოლმე ჩვენს ახალგაზრდებს იციან ზუსტად საით, როგორ ანაირად და ლუკა, მინდა რომ ორი სიტყვით გითხრა, რომ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დღეს იღებ შენ განათლებას, იმიტომ რომ ჩვენ შენი მშობლების თაობას გვაქვს ცოტა სხვა ტიპის განათლება მიღებული და მე მოგვიწია ხელახლა ფაქტობრივად მედიცინის სწავლა. აი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომ თავიდანვე ასეთი დასავლური მოდელით მიიღე განათლება და ეხლა რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შენ შეგიძლია ფაქტობრივად თუ მოისურვებ უკვე სტუდენტობის წლებში ჩააბარო სალიცენზიო გამოცდები და მოემზადო რეზიდენტურისთვის. გამარჯობა, პირველად მაგი დავიწყებ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს ახლა ამ პერიოდში ისე ხდება, რომ ლიტერატურასთან ცდომა გვაქვს ძალიან დიდი და უხვი, ძალიან მარტივად შეგვიძლია ინტერნეტი გამოვიყენოთ უამრავი სხვადასხვა წყაროდ და მაგით რა თქმა უნდა ძველ დროსთან შედარებით ყველაფერი უფრო მარტივი არის, უფრო ხელმისაწვდომი არის. მაგრამ მთავარი ფაქტი არის, რომ რამდენად თვითონ ადამიანს სურს, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს და ამდენ სხვა წყაროებში ჩაიხედოს, თორე დღევანდელობაშიც ძალიან ბევრი ადამიანი მაინც იგივენაირ მოდულს და იგივენაირ სტილს მიყვება, როგორც ძველად, როცა ძალიან მცირე და მწირე იყო ეს ყველაფერი წყაროების ნაირსახეობა. ამიტომაც რა თქმა უნდა მადლობელი ვარ, რომ დღევანდელ სამყაროში ვცხოვრობ და 20 წლის წინათ არ დავიბადე. უფრო სტაბილური არის ყველაფერი და თუ გსურს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია და თუ მაგისთვის მოწადინება გაგაჩნია. ხო, ნუ ჩვენ დროს საზღვრები დაკეტილი იყო, ძალიან უცრო გდომებოდა, ჩვენ ვერ წავიდოდით ვერსად, ვერც ევროპის და მით უმეტეს ამერიკას საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო. აი დღეს შენ თუ გაქვს რაიმე მიზანი, რომ შენი სწავლა ან დაუშვათ დიპლომის შემდგომი განათლება საქართველოში კი არა დაუშვათ საზღვარგარეთ მიიღო და გააგრძელო ამ მიმართულებით. კი, საქართველოში ვაპირებ ზოგადად დაკურვას ამ ჩემი 6 კურსის და მე მირჩევნია და ვიმედებ, რომ უცხოეთში გავაგრძელებ სწავლას, ამ ჯერ არ დამიწყია სწავლა სტეპები, როგორც ვიცი, სტეპები არის და მაგისთვის დავიწყებ მომზადებას და ვისურვებ და იმედი მაქვს, რომ ამერიკაში გავაგრძელებ ჩემ განათლებას, რომ მაქსიმალურად შევძლო, რაც შესაძლებლობები მაქვს, ეგეთი ავიღო და გავხდე უკეთესი ექიმი, არ ვიცი. გენაცვალე. და მე დაგვიბრუნდები საქართველოში და გამოცდილი. კი, ნამდვილად. მე გაერთ დავამატებ, რომ გამახსენდა ეს ინფორმაციის მოწოდება, მოპოვება, გახსოვთ ყველას მელიქიშვილის სამედიცინო ბიბლიოთეკა. ვინც კი იქ 1 საათი მეც ნამყოფია, ზაფხულშიც კი არ დავიწყდება ის სიცივე. რაც იყო ნაკოკა ისეთი გაყინული იყავი ხოლმე იქ და უნდა გვეძებნა ყველაფერი რუსული წყაროებიდან. ეს მაშინდელი მედიცინის მართლა დიდი მინუსი იყო, რომ ხო, არ იყო ფაქტებზე დამყარებული მედიცინა, ვიღაცას როგორც მოესურვებოდა, თქვათ მოსკოვში რიტყო და რაღაცას და ითვლებოდა, რომ ესე უნდა გაკეთებულიყო მთელ საბჭოთა კავშირში და მაშინდელი მედიკამენტები რო ვიხსენებთ დღევანდელი გადმოსახედით რა სასაცილოა ეს ყველაფერი. ნუ რას ვიზამ, ხო მედიცინა ვითარდება, მაგრამ აი სხვა შორ შენ კარგ თემას შეეხება, მომეთ საშუალება რომ გავაგრძელო, ამის მიუხედავად დათო. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ კორიფეები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შებოჭილი ქონდათ სივრცე,
ახერხებდნენ იმ საზღვარგარეთაც რაღაც კონფერენციებში მონაწილეობას, მიღებას, პარტნიორობას, გასვლას, შემოტანას, ახალი ინფორმაციის, თვითონ იყვნენ ბუნებითად იყვნენ პიონერები და ასე ვთქვათ ლოკომოტივები განვითარების და მე ვფიქრობ, რომ დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დიდი ოჯახების შთამომავლები მყავს კონკრეტული დარგების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფუძემდებლების შთამომავლების ხერხართ ამ სტუდიაში და თუნებას მომცემ, მოდით გავიხსენოთ თქვენი ოჯახის ისტორია და მისი ღვაწლი ქართულ მედიცინაში, იმიტომ რომ სწორედ ქართული მედიცინა იმ საბჭოური მედიცინისგანაც განსხვავდება. თვითყოფადი იყო და მე დეას ვთხოვოთ და ისე ლუკას დაუბრუნდა. ჩვენ მაინც ჩემი ის რომ კარდიოლოგია უნდა გამხდარიყავ, მე უკვე ვიცოდი სანამ ჩავაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩემი ბებიის ძმა გიორგი მათეშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო საერთოდ ამ დარგის, მიხეილ წინამძღვრებთან ერთად. მან დააფუძნა კარდიოლოგიის ინსტიტუტი და აი ეს კარგი რაღაცა თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ინფორმაცია ასე შეზღუდული იყო, ვიხსენებ გიორგი პაპას წიგს ლიპიდურ სპექტრზე და მის დარღვევებზე. მაშინ სადღაც 40-იან წლებში გამოცემულ წიგს ვიხსენებ და აი თითქმის ერთ-ერთზე შეესაბამება დღევანდელობას. ანუ მაშინაც კი თუ ექიმს ჰქონდა სურვილი, თუ ჰქონდა მოწადინება და ჰქონდა მსინჯი, შეეძლო რომ თითქმის თანამედროვე მედიცინის ყველა ისინი კარგად გადმოეცა. აი ზუსტ რაღაც ეს კონკრეტული ფაქტი გამახსენდა, იმიტომ რომ ერთ-ერთზე ლიპიდურ სულსარღვევზე იგივე დიეტაზე, იგივე რა რისკები ჰქონდა მაღალ ხოლესტერინის, კარგი ხოლესტერინის და ცუდი ხოლესტერინის დიფერენცირება და ეს ყველაფერი იყო ისე ზუსტად აღწერილი ამ ძველ წიგში. ხო, ანუ მაგიტომაც ეს ლოგიკური აზროვნების უნარი ზოგჯერ წონის და ამ ინფორმაციის მოძიებაც რა თქმა უნდა, რაღაცა დონეზე მეც ხდებოდა საუბრად დასვლაც ინფორმაციის აღებაც. გეთანხმები. ხო, ასე იყო. მე განაპირობას ჩემ კარდიოლოგობა გია მათეშვილი ჩემი ბიძა, რომელიც კარდიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი ექიმი იყო წლების განმავლობაში, ჩემი გამზრდელი მამიდა, რომელიც ასევე კარდიოლოგი იყო. ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა, რომ მე ეს პროფესია რაღაც სხვანაირად არც მიფიქრია, რომ მესმის შენი ძალიან კარგად და მიხარია, იმიტომ რომ იმ წინაპრებსაც ალბათ უხარიათ, როდესაც გრძელდება მათი საქმე და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ისტორიის დაწერაც მე სწორედ ალბათ ჩვენი პასუხისგებლობაა, როდესაც ჩვენ ყავს ასეთი წინაპრები ოჯახში, აი იმ დარგის ისტორია მით უმეტეს ჩემთვის ეს ყოველთვის ისეთი თემა იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მედიცინის ისტორია რაღაც ეტაპამდე დაწერილია, ჩვენ ასწავლიც გვაქვს თავის დროზე, მაგრამ ეხლა ალბათ საჭიროა გაგრძელდეს, იმიტომ რომ აი 90-იან წლები ახსენე შენ დათო. ეს რაღაცა საოცარი პერიოდი, რომელზედაც ცალკე რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა დაიწეროს და 90-იან წლების შემდეგ ჩვენ სულ სხვა ქართული მედიცინა გვაქვს და აი ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აი ეს მიმღებლობა თაობების გრძელდება და ეს მედიცინის ისტორია, რომელიც დარგობრივი შეიძლება იყოს და მაგალითად კარდიოლოგიის ისტორია დაიწეროს, ზუსტად ასეთმა ადამიანებმა უნდა გაიხსენონ, იმიტომ რომ ბევრი დღეს ცოცხალი აღარ არის ჩვენი ბაბუები და ბიძები და რა თქმა უნდა ჩვენ გვევალება მათი საქმეების ასე ვთქვათ დოკუმენტირება. არა, ზოგადად ვამბობ მართლა კარგად ამ ყოფას. მე ვამბობ იმას, რომ ხო ზოგადად ჩვენი წინაპრები, ბაბუები, დიდი ბაბუები, ბებიები ასე შემდეგ, ვინც იყვნენ ამ საქმეში, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, ვინც არიან, უბრალოდ ზოგადად ის თაობა, რომელსაც არ შეუძლია დღეს გაიხსენოს თვითონ მათი წიგნებიდან უნდა გავიხსენოთ და ალბათ სწორედ ოჯახის წევრებმა უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია და ამას თქვა არ ვამბობ, იმიტომ რომ მინდა დეას ვთხოვო ახლა ორიოდე სიტყვით თავის ოჯახზე გვესაუბროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმია თქვენს გვარში. მეც მაქვს ბედნიერება ვიცნობ და ძალიან ახლოს ქალბატონ მაიას მუშაობდი ბატონ გიასთან ერთადაც და რაღაცა პერიოდი და ძალიან მიხარია რომ თქვენ შეგიძლიათ ახლა ორი სიტყვით გითხრათ ამის შესახებ, რა წვლილი შეიტანოს მათ და დავიწყებ იქიდან რომ მეოთხე თაობის ექიმი ვარ ოჯახში. ჩემი დიდი ბებია მუშაობდა პროფესორ უგრელიძესთან ერთად პირველ ბავშვთა პედიატრიულ განყოფილებაში და ასევე ამას პროფესორ უგრელიძესთან ერთად მოწყობილ 1935-27 წლებში მოგზაურობდა მაღალმთიან რაიონებში. ეს იყო ექსპედიცია, რომელიც ემსახურება იმას, რომ ესენი ატარებდნენ
გეგმიურ გასინჯვებს ბავშვების, ასევე გეგმიურ აცრებს, ეს პირველი ესეთი ექსპედიცია იყო, სადაც მოხდა ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ბავშვების აცრა და ასევე საზღვრავდნენ ჯგუფს და რეზუს სისხლის. აქ ამათ წამოღებული ალბომი, სადაც არის ნაჩვენები მათი ამ ექსპედიციის მარშრუტი. დაწყებული პირველი სურათები არის ჩაქვში და მე არის ცხინვალშიც იყვნენ, ცხინვალშიც ატარებდნენ. მაშინ სხვათა შორის ეს ექსპედიცია ძალიან ინტენსიური. ერთ-ერთი იყო ხევსურეთში, დუშეთში. ყინვარზეც იყვნენ, აქ არის მაგ სურათი. ეს ქალბატონები დადიოდნენ, ქალბატონები დადიოდნენ, აი ეს ჯორები ყავდათ, ჯორებს ყავდათ. ქონდათ მოკიდებული მთელი თავისი ინვენტარი რაც არის და ეს გადადიოდნენ ყინვარებზე და სინჯავდნენ ბავშვებს. ეს შემდეგ ბაბუაჩემიც მათ დაყვებოდა, ბაბუაჩემ ჯერ პატარა იყო, სანამ ჩააბარებდა სამედიცინოზე, მაშინ დაყვებოდა დედამის. მერე უკვე რომ დაამთავრა, ბაბუაჩემი იყო სამხედრო ექიმი და დიდი ხანი მსახურობდა აზერბაიჯანში, მერე აქ რო ჩამოვიდა საქართველოში, ხელმძღვანელ მთავარი სურათებია, ხო? ეს არის ბაბუაჩემი, ხო? ბაბუაჩემი იყო ბავშვთა დამოზართა პოლიკლინიკა თავისუფლების მოედანს დიდი პოლიკლინიკა რო იყო, იმის მთავარი ექიმი იყო წლების განმავლობაში. მერე უკვე ბებიაჩემიც ინფექციონისტი იყო, ბებიაჩემიც ექიმი იყო. დედაჩემ მამაჩემი არ ყოფილა, ჩავარდა ქონდა აქ სამედიცინო დინასტიაში, მერე უკვე სამაგიეროდ ბიძაშვილების ხაზი. ხო, ბიძაშვილების ხაზი გაგრძელდა. ერთ ისტორიას გავიხსენებ. დედის მხრიდან ჩემი ბებია და ბაბუ იყვნენ პრავიზორები. ხო. ასე ერქვა მაშინ. ჩემი ბებია პრავიზორი ესე ერქვა. კი. აფთიაქის გამო პრავიზორი ერქვა და ჩემი ბებია მუშაობდა რკინიგზის სამავტოფოში. დაახლოებით 60 წელი იმუშავა იქ, ძალიან პატარა დაიწყო მუშაობა და ბოლომდე. ძველი რკინიგზა თუ გახსოვთ ვაგზლის მოედანზე, მე ახალი რკინიგზაში რო გადავიდა, ბოლომდე იმუშავა იქ პრავიზორად და რაღაცა პერიოდი, მაინც რაც ნიშნავს, რომ შრომის მოყვარებას გვასწავლიდნენ ჩვენი ბებეთ ბაბუები, დავყავდი მას თავის სამსახურში და მაშინ კლინიკებში ასე იყო, რომ აფთიაქები თვითონ ამზადებდნენ მედიკამენტებს. რკინიგზის სამავტოფოში ასე იყო. თქო იყო ძალიან მოწესრიგებული, ძალიან სისუფთავე. ამ ფხვნილებს ამზადებდნენ, სხვადასხვა ფხვნილებს, მე ეს ტაბლეტირებული ფორმასაც იქ აძლევდნენ და იქ ინახდებოდა დისტრიბუცია მე კლინიკებში. ფაქტობრივად ეხლა ესე არის. ჩვენ ამ პერიოდს მოვესწავლეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ესე არის. აფთიაქებში არავინ არ ყიდულობს, ძირითადად სამავტოფოები აძლევენ წამლებს პაციენტებს. სპეციალურ ყუთებში ჩადებული კარი როგორც რაღაც აფთიაქში ენარებთ. ხო და ეს ძალიან კარგი თვალწობი და ბებიას დავყავდი და მე მას ვეხმარებოდი და ალბათ გავხდის რაღაც 20-25 წელს და მე მივხვდი რომ ბებია მიხდიდა და ხელფას თორე მეუნებოდნენ რომ ხელფას მაძლევდნენ. მე დღიურად მიხდიდა ხელფას. როგორც შეუძლებელი იყო რა თქვა. ხო, ესე იგი 10 ან 12 წელს ამდენი ხელა ვიყავი მაშინ რომ ბავშვს ვიღაცა მე ხელფას გადაუხდიდა და რო გავიზარდი მე მივხვდი ალბათ რომ ალბათ ბებია მაძლევდა მაგრამ ცდილობდა ხო რომ შრომის მოყვარებას ესე კარგად მახსოვს ამბავი ესეთი მოწესრიგებული იყო მაშინ და ძველი კლინიკები რა სისუფთავე რაღაცა ეს და მე ყველაფერი 90-იანებში ყველაფერი დაიშალა დაგჭა დეტურტალეს დოზეს გამოყენების garaში აღარ გჭირდება რეცეპტურაში საფაცლო თემა თუგინოთ რამე სახალისო ესეთი კი აი უბრალოდ მე მინდა რომ ლუკასაც ვთქო ორიოდე სიტყვით რას ნიშნავს რაიმე პასუხისგებლობა ეს შენთვის სიამაყეა თუ პირიქით რაღაცნაირად გაწუხებს როდესაც აი ამხელა დედის მხრიდანაც მამის მხრიდანაც ფაქტობრივად მეხუთე თაობა გამოდიხარ უკვე ექიმების რა შეგრძნება ეს ანუ იმის დავიწყე პირველი რომ არავის აურთავს რომ ექიმი აღდარიყავი პირიქით იყო ყოველთვის რომ არა ასაჭირო წამებარი ყველა ექიმი მშობელი მეგონი მაგას ამბობს მაგრამ რატომღაც მაინც ისე გამოდის რომ გენები იყოს ექიმი არ ვიცი საიდან მოდის თითად ეხა რო ვთქვათ რომ სხვა დიდი პასუხისმგებლობა გამაჩნია მაგ ხრივ რომ მინდა რომ გადავარჩინო ადამიანი არ არის ის მაქვს უბრალოდ რომ ინტერესი მაქვს ამ სფეროში ძალიან დიდი. ზოგადად სამეცნიერო ხრივად სკოლაში უფრო დიდი ის მქონდა, რა ქვია, სიმარტივით შემეძლო უფრო ეგენი მიკეთებინა, ვიდრე მაგალითად ქართული ლიტერატურა, სხვა რაღაცა ნაწილი ისტორია. ნაკლი არ მაინტერესებდა და დიდადაც ყურადღებას არ უხდები და დანარჩენი სხვა სამედიცინო და
სამედიცინო არ მეცნიერება. ბიოლოგიური მეცნიერება. ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, უფრო გამომდიოდა, უფრო მესმოდა და უფრო მეხალისებოდა მაგისისა და მაგ მხრივადაც უფრო მივყევი მედიცინის არჩევას. თან ძალიან ყველაფერს მოიცავს, ფიზიკასაც მოიცავს, ქიმიასაც მოიცავს, ბიოლოგიასაც მოიცავს და მაგათ განშტოებებს, მაგათ ერთმანეთთან კონტაქტში აბსოლუტურად ანუ თვითონ ორგანიზმი ადამიანის ძალიან უცნაური და ძალიან რთული და ამიტომაც მაგის გამოკვლევაში თუ დროს დავხარჯა არ იქნება რა ისეთი რა ქვია შეიძლება. ანუ ეს კრებსითა თუ ფუჭად დახარჯული დრო არ იქნება. სისტემას ესე უყურებ. როგორც ერთ დიდ სისტემას აგერ უყურებ ადამიანს და მაგის გამოკვლევა მინდა და საერთოდ წამიყვანს ეგ ეს აგებოს ტრანსლაციური მედიცინისკენ, რომ მე როგორც გატყობ, შენ გაინტერესებს ყველა ეს ბუნების სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და აი რამხელა განსხვავება უკვე ახალ ჩვენ ვამბობდით რა ჯანდაბად გვინდა ეს კურდღელაიძის ფიზიკა. ეს არსენის ინტერესანტია. რა შეჭირდებოდა? აი დღევანდელი ბავშვები უკვე თავიდანვე ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კი, ნუ მე ვამბობ აი ესეთ სტუდენტებზე, რომლებსაც გააზრებული აქვთ პროფესიის არსი რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე მედიცინაში, მით უმეტესადაც ტექნოლოგიების და ახლა მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია აი ამ ტექნიკური მეცნიერებების და ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების ცოდნა. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ დეას ვთხოვო და მე ალბათ რაღაც საახალწლო ეთერია რამოდენიმე სახალისო ისტორია გავიხსენოთ იქნებ თქვენი ოჯახური ცხოვრებიდან, პროფესიული ცხოვრებიდან და დღეს ამით დავემშვიდობეთ მე მაყურებელს, მაგრამ მანამდე თქვენი როგორც დედის და მეუღლის პოზიცია მინდა აი რა აერთიანებს ოჯახს, როდესაც აქეთ შვილია ექიმი, იქეთ მეუღლია, აქეთ თქვენ თვითონ გაქვთ და დედის, მეუღლის და კოლეგის როლი ერთად უნდა შეასრულოთ, кейსებიც ერთად განიხილოთ და სადილის თემაც ერთად გადაწყვიტოთ. საინტერესოა ერთი სიტყვით რო თქვა, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნოს ლუკა რომ მოდის გაკვეთილი და რაღაცის ახსნას რომ იწყებს. აი შენ იცი რა თან რაღაცას რო დათოს უყვები, თქვათ ეს შემთხვევა მქონდა, რაღაცა სიმპტომი მქონდა პაციენტს, მე ეს ვიფიქრე და ეს რო ჩაერთება უცებ ლაპარაკში და დაიწყებს თან ჩვენ ცოტა მივიწყებული გვაქვს ბიოქიმიის და ის ქვედაებიდან. აქედან უფრო საინტერესო მოდის, ხო? ყოველდღიურ საქმიანობაში რო იყენებ წამლის უჯრედულ დონეზე მექანიზმები ახლა ყოველდღე არ გჭირდება და ხო, რა თქმა უნდა. ამან ახლა იცის და ვიცი, ეს გავიარე, დაიცა და გავიხსენო. და იწყებს მოყოლას და ახსნას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ძალიან სასიამოვნოა ეს, რომ რაღაცა შენთან ერთად შენაირად აზროვნებს. მართალია პირველი მე ვიყავი წინააღმდეგი, რომ ლუკა გამختارიყო ექიმი, იმიტომ რომ ამდენი წელი, ამდენი ხანი, მე თვითონ 13 წელი გავმევიდა სწავლა ჯამში. სამედიცინოზე სკოლას რა შევეცვეთ და სულ მაგას ვეუბნებოდა რა გინდა 6 წელი ინსტიტუტში, მე 5 წელი სუნდა ისწავლ რეზიდენტურაში მუდმივად, მე სანამ ჩამოყალიბდები, სანამ ექიმად დამოუკიდებელ ექიმად სანამ ჩამოყალიბდები, ამდენი წელი წავი, მაგრამ თავის გაიტანა. ხო, აი ესეთი პროფესია მაქვს და მე გვაქვს და მადლობას მოგახსენეთ ეს რომ კიდევ ერთხელ ჩემთვის რომ მაყურებელი რომელიც ახლა ჩვენი კოლეგაა და გვისმენს მისთვის ეს გასაგებია, მაგრამ ზოგადი მოსახლეობა როცა გვისმენს ხოლმე მეს მიყვარს გაუსვათ ხაზი თვითონ პროფესიის სირთულესაც, იმიტომ რომ ყოველს გონიათ რომ ექიმობა ეს უბრალოდ თეთრი ხალათია და ასე არ არის ნამდვილად, ძალიან დიდი წვალება უძილო ღამეები დგას ამის უკან და შესაბამისად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ამის მიუხედავად ბავშვები რომლებიც იზრდებიან მედიკოსთა ოჯახებში და ხედავენ ამას მაინც უნდათ ეთქიმო ხომე აი ამ წვალებას ეს ნიშნავს რომ ისინი დაუზარლები არიან შრომის მოყვარეები არიან და იციან რაზე მიდიან და მაინც მიდიან რა ვიცი მე მგონია ძალიან დასაფასებელია დიდი მადლობა ამის აღნიშვნისთვის და ეხლა ძალიან მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა იქნება რაღაცა კურიოზები თითოეულ მათგანმა საახალწლო გავიხსენოთ საახალწლო კურიოზებიდან არ ვიცი რამდენად ეთიკურია დღეს ამის მოყოლა არა მოჭრეთ ეს იმიტომ რომ მართლა ისეთ ისეა 90-იანი წლებია ნახევრად ომის მდგომარეობაა საქართველოს ქუჩებში თბილისის ქუჩებში ყოველღამე ისვრიან მხედრიონი დათარეშობდა კლინიკებში და
ну ფაქტიურად მე შეუძლებელი იყო რამაც იმას ჩურჩხელას ვერ ეყიდიდი ალბათ მაღაზიაში და ვერც ვერაფერს ისეც და ну ახალი წელი მოდის გვინდა არ გვინდა მოვეკიმებს გვიწევს მორიგეობა და რაღაცნაირად გვინდა რომ აღვნიშნოთ ეს ახალი წელი და ვიპოვოთ რაღაცა ძველი ნაძვისხე ესე კარგად მახსოვს ბზინვარე იყო ეს ნაძვისხე და საორდინატორში დავდგეთ და ეხლა დადგა საკითხი როგორ მოვხდოთ ეს ნაძვისხე და ну სად იყიდი ამ ნაძვის სათამაშოები სახში არ გვაქვს და როგორ გინდა რომ სამონტყოფოში მორთო და ყველა ექიმი თავისი მედიკამენტით მორიგეობდა მაშინ და ადგნენ ექიმებმა და სხვადასხვა ბლისტერები, ტაბლეტები, სხვადასხვა ფერების ამოიღეს და დავკიდეთ ნაძვისხეს. ნუ და გამოვიდა ესეთი საახალწლო ნაძვისხე. და ეხლა თავი ისტორია რა არის? სამედიცინო ნაძვისხე, სხვა შორის ჩვენივრად შეხვდა სამედიცინო ნაძვისხე ახალ წელს ალბათ პირველ 2 იანვარს და მე როგორ დაიწყო მორიგეობები და ეხლა ექიმი მორიგეობს და ეძებს რაღაც მედიკამენტს ყველა სხვა შეიძლება არ ქონოდა და ახსენდებოდა ეს ნაძვისხე. იქცა ნაძვისხე აფთიაქად. აფთიაქად. და ექიმები მიდიოდნენ ამ ნაძვისხეს და ხსნიდით. ტაბლეტებს ამპულებს. ესე ხო ახალგაზრდა ექიმზე ლუკაცის ეს ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს წლები გავიარეს ექიმებმა ნამდვილად. თათა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო კურიოზული ასე ვთქვათ ისტორია გაიხსენე და იმედია 90-იანი წლები აღარ უსწრებს დაბრუნდება და არ გვექნება ნამდვილად მაგის საჭიროება. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩვენი საახალწლო ეთერის დამშვენებისთვის. მე მინდა უსრომთა საქართველოს უმრავლოს ასეთი ოჯახები, მით უმეტეს მრავალშვილიანი ოჯახია ფაქტობრივად თქვენი და თან ასეთი საინტერესო ადამიანების და პროფესიის მქონე სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა მისწრაფებების, მაგრამ ერთიანი და შეკრული. ძალიან დიდი მადლობა თქვენს შეკრულ ლამაზ ძლიერ ოჯახს სტუმრობისათვის. მეც გისურვებთ საუკეთესო ახალ წელს, მშვიდობით, სიკეთით, ბარაქით და რაც თავარია გამარჯვებებით აღსავსეს, წინსვლა და წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი შვილების თაობას, ცივილური მომავალი, ნათელი მომავალი გქონოდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნამდვილად ეს არის სულ გვეზეიმებოდეს დღესასწაულის, ფესტივალის, კონცერტის, ბედნიერების, სიხარულის და ყველანაირი სიკეთის სურვილი გქონოდეს. აი ეს ხალისი, რომელიც ახალგაზრდულ ჟინს მოაქვს, ასაკს მოაქვს, მაგრამ არც ჩვენშია ჩამქრალი. რა თქმა უნდა. ნამდვილად გამყარებული იყოს იმ სიმშვიდით და სიწყნარით, რომელსაც ყველანი ნატრობთ და ველოდებით განსაკუთრებით წელს. დიდი მადლობა, გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა.